დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჰეპატიტების მსოფლიო დღის 28 ივლისისადმი მიძღვნილ კვირაულთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. კვირაულის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, როგორც კონტროლის ცენტრში აცხადებენ, საქართველოს C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანას მიეკუთვნება. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად 150,000-მდე ადამიანს ქრონიკული C ჰეპატიტი დაუდგინა. დაავადებათა კონტროლისა და ცენტრის გენერალური დირექტორი მოსახლეობას გამოკვლევებზე მისვლისა და მკურნალობის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ჩვენ მეტი უნდა ვისაუბროთ თქვენი საშუალებით მედიაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია რა არის ჰეპატიტი და განსაკუთრებით ჰეპატიტი C, რომ ის უკვე განკურნებადი დაავადება, რომ ის სრულად ინკურნება, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს უნიკალური შანსი მიიღოს, ვინც ინფიცირებულია ჰეპატიტით, C ჰეპატიტით, უნიკალური შანსი რომ მიიღოს უახლესი გენერაციის სწავლები სახელმწიფოს ხარჯზე სრულად უფასოდ და განკურნების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი.